მომავალ გეგმებზე გკითხავთ, აი ირმები, ქურციკები გასაგებია, მაგრამ თუ არის ისეთი გეგმა, აი ისეთი სახეობა ცხოველების, რომელიც აი საერთოდ არ არის და ფიქრობთ, რომ აი ხო, გქონდეს საქართველოს. რომელიც არ არის და არა, ნუ საქართველოში ახლა უცხო სახეობა არა, უცხო სახეობის შემოყვანა არ შეიძლება თუ გინდათ მაგას ცალკე გეტყვით რატო არ შეიძლება. დაარღვევს ყველაფერს. თუ შემოვიყვანთ, აუცილებლად უნდა იყოს ჩვენებური. ქართული ხო რა ის სახეობა, რომელიც აქ არსებობდა თქვა წინა საუკუნეში ან ანუ გენეტიკური ბმა უნდა კონდეს ჩვენს. და რომელია ეგეთი, რომელიც ახლა ეგეთი არის, ვფიქრობთ, დომბა და ეგეთი არის, ეს დომბა ბოლო ეგზემპლარი 100 წლის უკან დაიწყო. სად არის ახლა დომბა, საიდან უნდა შემოვიყვანო? ყავთ ჩრდილოეთ კავკასიურ აქეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი, ყავთ გერმანიაში, ყავთ ჩეხეთში. ან შესაძლებელია მოკლედ. და არა, თბილისის ზოოპარკსაც ყავს უკვე, ბატონი ზურაბი ამრავლებს, უკვე 7 ერთეულია. ეხლა ვცდილობთ, რომ 3 ფური ვიშოვოთ და ჩამოვიყვანოთ და ალბათ მაგათაც ალგეთში შევიყვანოთ. მერე კიდე ერთ სახეობას შევეხები, ეგ არის საკამათო იყო თავიდან, მაგრამ არქივებში ვიპოვეთ, რომ 1800-იანი წლების დასაწყისში მოკლეს თბილისთან ძალიან ახლოს იალღუჯას სერზე, ნუ სავარაუდოდ თბილისი ორჭალაში თავდებოდა და რუსთავი საერთოდ არ იყო, თორე ეხლა იალღუჯა ის არის აქვე, მანქანების ბაზრობის თავი, ხო, ეგრე ჩანს და აი იქ უზარმაზარი ტერიტორია, მოკლეს რეგისტრირებული, ანუ შეიძლება მეტი იყო. სხვები როდის მოკლეს არ ვიცით. გარეული ცხვარი, ვერძი. იგივე მუფლონი, რომელსაც ესე ქვია, ეს ცხოველი სავარაუდოდ ეკუთვნის მთელ სამხრეთ საქართველოს. მთელ მთიანეთს, რო ჩახვიდეთ სამხრეთ. ეს ვერა ხო, ვეღარ იპოვეთ. ვეღარ აღდგება. არა და ის უნდა მოვიძიოთ, ყავთ სომხეთში, ნახჭევანში, აზერბაიჯანს ეკუთვნის და ირანში. და ცოტა რთული მოსაძიებელი, იმიტომ რომ იქაც ცოტა